თურქეთში სასტიკად მოკლული ქართველი ქალი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს 34 წლის ელენე გოკაძე სავარაუდოდ მისმა თურქმა მეზობელმა გაიტაცა და სასტიკად აწამა. გარდაცვლილი სხვა მეზობელმა იპოვა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი თურქმა სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს გარდაცვლილი ზესტაფონის რაიონიდანაა და ის თურქეთში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. საღამოს 8 საათზე სახლში ბრუნდებოდა ელენე და დანის მუქარით თურქმა ყრუმუნჯმა ის შეიყვანა მასთან სახლში და განსაკუთრებული სისასტიკით აწამა. ის მიაბა ეგრეთ წოდებული სკოჩით სკამზე, გადაუჭრა ვენები, სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა სხეულზე და ბოლოს გამოჭრა ყელი. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, არის სხვადასხვა ვერსიები. გარდაცვლილი არ იცნობდა მკვლელს, ნამდვილად შემიძლია ეს თქვა. ის დააკავეს, როდესაც ცდილობდა გაქცევას და ის არ აღიარებს მკვლელობას. თუმცა ქართველი ემიგრანტები მოითხოვენ, რომ უმკაცრესად დაისაჯოს მკვლელი. სამართალდამცველებმა